ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის შეკრების პარალელურად აქ შეიკრიბნენ სტუდენტებიც. მათი მთავარი საქმე არის ის, რომ ძალიან დიდი სირცხვილია, რაც ახლა აქ ხდება. თქვენ ახლა ფონად გესმით სკანდირება მონებო, აქ შეკრებილი სტუდენტები, ადამიანები ასე მიმართავენ ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს, რომლებიც აგვისტოს ომის მონაწილე გენერლებს ასამართლებენ. სწორედ ეს არის აქ მიმდინარე აქციის მთავარი საქმელიც, რომ მათ ძალიან კარგად იციან ქართული ოცნების სახე, მათ ასევე ძალიან კარგად იციან როგორი არის, როგორი პოლიტიკური სახე აქვს თეა წულუკიანს, თუმცა ის ყველაფერი, რაც დღეს და მიმდინარე დღეების განმავლობაში ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ხდება, არის აბსოლუტურად გასაოცარი მათთვისაც კი. ისინი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებითა და ქმედებებით ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ საკუთარი რეკორდიც კი მოხსნა და ამბობენ, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლენ ქუჩაში და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არ აქვს იმის უფლება, რომ 2008 წლის ომის, აგვისტოს ომის გენერლები გაასამართლოს, მით უფრო არ აქვს უფლება თეა წულუკიანს, რომ მათ დამამცირებელი რეპლიკებით მიმართოს. სულ ცოტა ხნის წინ აქ გამოიარა ქართულ ოცნებასთან ასოცირებულმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხყოფელი ჟესტებითაც კი იყო წარმოდგენილი სტუდენტებთან, მას არ მოეწონა სტუდენტების პროცესი და პროტესტი. ახლა თქვენ ხედავთ, რომ სტუდენტები არიან შეკრებილები აქ, ეძახიან მონებო ყველას, ვინც ახლა ამ კომისიაში იღებს მონაწილეობას და მათი საქმელი არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არ აქვს იმის უფლება დღეს ასე ექცეოდეს ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს. მონებო და რუსებო, ასეთი არის მათი შეძახილები, ისინი პლაკატებით არიან აქ წარმოდგენილები. აქ ხედავთ ასევე თეა წულუკიანის პლაკატს, აი ასეთია, რომ დავანახოთ მაყურებელსაც. ეს არის ჯორჯ ორუელის ნაწარმოებიდან, ცხოველების ფერმიდან და ისინი მუდმივად აქცენტირებენ იმაზე, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ქართულმა ოცნებამ, საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში სწორედ ჯორჯ ორუელის ნაწარმოებების სცენარები მოუწყო, ამ სცენარებით აცხოვრებს და რომ ისინი ამის უფლებას არ მისცემენ არავის. ჩვენ ახლა ვხედავთ აქ მოქალაქეებისა და პოლიციის შელაპარაკებას. გამარჯობა, რაზე გედავებიან, რო გითხრათ? არ ვიცით, სავარაუდოდ რომელიღაცა მონა უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და იმად დაცვას ცდილობენ. ეს პოლიცია ხო ხალხის მხარეს არ დგას. ეს პოლიცია დგას რუსული რუბლის მხარეს და რა ვიცი, ბორშის მხარეს. კი ბატონო, დიდი მადლობა. აი თქვენ ახლა ხედავთ კიდე ამ დიალოგს. მარიამ, გამარჯობა. მარიამ შუშანი არის ჩვენთან ერთად. რა დიალოგი გაქვთ ახლა ამ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებთან? რა შეგიშლიან ხელს? ცოტა სასაცილო ვითარება არის, დარწმუნებული ვარ, ცდილობენ უბრალოდ რომ პროვოკაციაზე წამოგვაგონ, იქიდან გამომდინარე, რომ აქ აქციის დაწყებიდან ახალგაზრდები იდგნენ საპროტესტო აქციის ინვენტარებით, მათ შორის ბანერებით უბრალოდ და ეხლა მოუწოდებენ, რომ პარლამენტის ტერიტორიას მოცილდნენ და ანუ გამოდის, რომ გზაზე უნდა გადავიდეთ და გზაზე გადასვლის შემთხვევაში ხან ჯარიმებს წერენ, ხან დაკავებას იწევს ყველაფერი და ცოტა გაუგებარი არის. მაშინ როდესაც თითქოს სამართალს უნდა იცავდნენ ეს ადამიანები, ხედავთ პირიქით რასაც აკეთებენ, ხო ამ დროის განმავლობაში იცავენ წულუკიანს, ხაინდრავას ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან ქვეყნის ღალატით, ცდილობენ მაქსიმალურად შეელახონ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და ხედავთ როგორ მარაზმში გადაზდით ეს ყველაფერი. პასუხებს როგორც ყოველთვის არ გვცემენ, იმიტომ რომ არანაირი კომპეტენცია არ აქვს და ვერ ხსნიან თუ რას აკეთებენ და შესაბამისად არიან ამ გაურკვევლობაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვუსმენდით მარიამ შუშანიას, რომელმაც დაადასტურა, რომ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ ისინი პროვოკაციაზე წამოაგონ, თუმცა მიუხედავად ამისა, სტუდენტების მთავარი სათქმელი და ძირითადი პათოსი აქ შეკრების არის ის, რომ ვერცერთი ძალადობრივი ხასიათი და ამ რეჟიმის ვერცერთი ქმედება მათ ვერ შეაშინებს და რომ აუცილებლად ეტყვიან ხმამაღლა ქართულ ოცნებას, რომ ის რაც ახლა ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ხდება, არის ძალიან დიდი სირცხვილი. ისაც გოგა ხაინდრავამ საერთოდ იკატა რასაც კადრობს ეს ადამიანი, ეს არის დამღუპველი, ეს არის არაკაცი, პირდაპირ ვამბობ, ეს ადამიანი არის მოღალატე. გამოვიდა აქ და გვეუბნებოდა, რომ 2008 წლის ომის დროს მკოცრი ნარატივი რაც არის, რომ ჩვენ სად ვიყავით მაშინ და მაშინ ჩვენ ბავშვები ვიყავით, როდესაც თვითონ ქვეყანას ღალატობდა და აფხაზეთშიც როდესაც ღალატობდა და ეხა არის ჩვენი ერთიანობის დრო, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომ ესეთი ადამიანები თავზე არ დაგვაჯდნენ და რომ ესეთმა ადამიანებმა ჭკუა არ ასწავლონ ჩვენს გმირებს და ჩვენს გენერლებს, რაც დღეს ვნახეთ. ტელევიზორიდან ვერ უყურებ,
როცა რაღაც საკანონმდებლო ორგანოში რაღაც ეგრეთ წოდებული კომისია იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, საუბრობს ისე, როგორც სურს რუსეთს, ხო? ეს არის მსგავსობა, ეს არის რაღაცა ქართული ერისთვის ღირსების შელახვა და შეუძლებელი ამას უკროს შორიდან რა, ამიტომ არ დღეს გამოსულები. ჩვენ ნახეთ რომ გოგა ხაინდრავადი ჯერ სიტყვით გამოდიოდა ეგ და რაღაც თითქოს მორალს გვიკითხავდა ის ადამიანი, ვინც რა საქართველოს გაყიდული აქვს, ასე ვთქვათ, ხო? და ნახეთ რომ სტუდენტებმა საკადრის პასუხი გასცეს, შეახსენეს მათი დანაშაული. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა იგრძნოს ყველა ერის მოღალატემ, რომ ისინი არიან, ისინი ვერ გაივლიან, ვერ იქნებიან ამ საქართველოში თავისუფლად, ხო? კრემლის ფილიალში მიმდინარეობს ქართული გენერლების და ქართული არმიის გასამართლება. ჩვენ უბრალოდ ვერ შევეგუებით ქართული არმიის გასამართლებას, იმ ადამიანების გასამართლებას, რომლებმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს და შეგვინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა, შეგვინარჩუნეს ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც და რა თქმა უნდა ჩვენ მოვოდით იმისათვის, რომ ეხლა რომლებიც კრემლის ფილიალში შედან, მათი ადგილი არა მხოლოდ აქ, არამედ არის ციხეში და ძალიან მალე ისინი ჩასხდებიან ციხეში, აგებენ პასუხს სახელმწიფო ღალატისთვის. თქვენ ახლა გესმით ხმაური, რომელიც არის პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქ შეკრებილი სტუდენტები და მოქალაქეები ცდილობდნენ თავდაპირველად, რომ დემოკრატიულად აიხსნათ აქ მყოფი ეგრეთ წოდებული სამართალდამცველებისთვის, რომ ისინი უნდა იყვნენ ქართველი ხალხის და არა თეატრულუკიანის სამსახურში. სწორედ ახლა მიმართვის მთავარი ადრესატი არის თეატრულუკიანი, რომელსაც ისინი უწოდებენ ჯალათს და ამბობენ, რომ ამ ადამიანის ხელით არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება და არავის ხელით, ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენლის ხელით უდანაშაულო ადამიანების გასამართლება. ახლა კი ფონად გესმით ბოლო დროინდელი აქციების სიმბოლო და ჰიმნად ქცეული მუსიკა და სიმღერა. ასეთი არის აქ შეკრებილი ადამიანების პოზიცია. ისინი მშვიდობიანად და დემოკრატიულად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, თავარი და ძირითადი მოთხოვნებით, რომ შეწყდეს ის ყველაფერი, რაც ახლა ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ხდება.